ძალიან სწორად. არაფერი არ მახსოვს. აი მოსწავლე. გამარჯობა ბიძია. გამარჯობა. ნიკა, შენს დალიე გუში? თავლიე კი არა. აღარ დალიოთ თქვენც არასდროს. რატო? თორემ მე ყურადღებას აღარ მაგცევთ და გავსკდი შოკოლადებით და ნამცხრებით. ნიკა, ისა, შენ გეცოდინება. ჩემი მობილური სად არის? აუ ბიძია, თამაშის ხასიათზე არ ვარ, თორე მოგაძებნინებდი. ოხრა ზარმაცი ხარ რა, ზარმაცი ხარ რა. გოზინაყი ვინ ჩადო ჩემი ქურთუკის ჯიბეში? არ გახსოვს გუში მთელი დღე რო დადიოდი და იძახდი, ასეთ კბილად უნდა დაგიბერდეთო და ჯიბეში გოზინაყებს იტენიდი. აი ვიპოვე. აი სად ყოფილა ჩემი მობილური. არაფერი არ მახსოვს რა, არაფერი. საერთოდ არაფერი არ მახსოვს. მაგრამ ისე მაგარი ახალი წელი იყო რა. თუ არაფერი არ გახსოვს, საიდან იცი რომ მაგარი ახალი წელი იყო? თავი მისკდება, ესე იგი ბევრი დავლიე. ხო, მობილური და საფულე მაქვს, ესე იგი გონება არ დამიკარგავს და არსად არ დავტოვებ. ხო. ყველა კუნთი მტკივა, ესე იგი ბევრი ვიცეკვე. ანუ მაგარი ახალი წელი იყო რა. თეკლა სად არის? ძინავს. აუ იცი რა ვქენი ბიძია? რა ქენი? თეკლას გავუკეთეთ იცი დედიკოს ბეჭედი. და ჩამოვა მოვატყო თვითონ მაგან და პატამ ხელი მოაწერეს. აბა ეს თამაშის თავი არა მაქვსო? კაკი იყო მომეწე. ძალიან. თუ შეიძლება აბაზანას შევა რა. მაიცა მე ხა აბაზანაში ვიყავი? ეთყობა დილით შეხვედით პადანო პროფესორი. ალბათ აქ მეძინა ხო წუხი. კარგი, გავალ მაშინ და მოგვიანებით შემოგივიდეთ. კი ბატონო. ვაშა რაღაცნაირი სიზმარი ნახე თითქოს თორის ბაბამ ზუსტად ის სვიტრი მომიტანა რომელიც მინდოდა ვაშა ისეც ხადად ხედავდი ყველაფერს ხო ისეც ხადად ხედავდი ეთყობა ისეც ხადად რომ სიზმრიდან გამოყვა ეგ სვიტრი და ეხლა გაცვია ვიცა ვაშა მართლა მოგვიტანა თორის ბაბამ საჩუქრები კი აბა მე არაფერი არ მახსოვს ვაშა არაფერი არ გახსოვს ხო ისიც არ გახსოვს შენ და პატამ ხელი რომ მოაწერე კარგი ნიკა ნუ უმატყუებ მაგდენიც არ დამილევია არა არ დაგილევია? ნუ სადამდეც მახსოვს არ დამილევია. აბა თითზე დაიხელე. რა? რა? მოიცა ერთი მე და პატამ ხელი. კი. მოიცა ერთი წუთი ფლაშა. მოიცა ვიხუმრე ტყვალაშა ვიხუმრე ალბათ ყელში ამომიყვანა ალბათ პატამ და არა? რა ვიცი ხლა ყელში ამოყვანას თუ ეძახი იმას რომ ბარში დადექის კამზე და გამოაცხადე მე და პატა დღეს ხელს ვაწერთ. აი რა ყელში ამოყვანა? მოიცა ეს ელენეს ბეჭედი არ არის? ნიკარა გული გამისკდა რა. არა ხუშოს. შენ ვის დასცინი ლაშა შენ გარეთ გახვედი ისეთი მთვრალი იყავი და ვიღაცებს ეცეკვებოდი. ვინ ვიღაცებს? ვინ ვიღაცებს და მე? არაფერი არ მახსოვს ლაშა. არაფერი არ გახსოვს ხო? მაგად გამახსოვს. ой
ისე გუშინ საერთოდ არ გამიგი ამის სიცილი. ეტყობა მარტო შეხვდა საწყალი ახალ წელს. გათხოვდა? ბატა. ოლაშა გადი, მისაღებ ოთახში გადი და გამოვალ, ხო? ბატა. ბატა. აქ რა გინდა? საძინებელში რატო არ გწევს? ვაი. ვაი, საძინებელში არო, არ ეხლა მე. არა, საძინებელში არა ხარ. შენ საძინებელში არის ავთო. რა უნდა ავთო შენ საძინებელში? კარგი, მოდი აქ, მოდი, გეხუმრე, ხო, გეხუმრე და ეხუმრე? ხო, რა უნდა აბა შენ საძინებელში ავთო? და რა ვიცი, მეც მაგას არ ვიძახი, რა უნდა აბა ჩემ საძინებელში ავთოს მეთქი. კარგი რა ლაშე, ხუმრობის დროა, ისეთ სუდათ ვარო. რამდენი დავლიე? რა ვიცი, რამდენი დავლიე არ მახსოვს, მე რა ვიცი რამდენი დავლიე. აბა რა იცი რამდენი დავლიე? ხო და მაგას გეუბნები, წარმოგიდგენია რამდენი დავლიე? ხო გეუბნები იმდენი დავლიე, რომ არ მახსოვს რამდენი დავლიე. რა ვიცი მე, რამდენი დავლიე, მე რა ვიცი. შენ ძალიან ცუდად ხარ რა. შენ ხო რას ლაპარაკობ, რას გიგავს თვალები, ჩაიხედე სარკეში. არა, მე ძალიან ცუდად ვარ რა. ისე ცუდად ვარ, რომ შენი ნადიჟე გადახრილი მეჩვენება. არა, რა შეიგ მართლა ეგრე არ გიჩვენება. ხო. შენ მართლა ძალიან ცუდად ხარ. ხო, ცუდად ვარ. უკასრავად. ეს ავთო ხო ალბათ არ მიმახედო გეხოცები არ კი, ავთო. დილით აქედან რო გავედი სვიტრი დამშა და ავიღებ რა ბარი. არა, ჩავიდეთ რა. ბარში ჩავიდეთ მე და ლუდი დავლიოთ რა. ჩავიდეთ, ხო, რა ხდება? ისე ლაშა ყოჩახ შენ რა, მართლა მაგარი გული ქონია. გუშინ არ გახსოვს პატა სახლის კარები რო ვერ გავაღეთ, სახურავიდან ჩამოხვედი და შიგნიდან გაგვიღე კარები. რა? აი მე ახლა შემეშინდა. და პატა შენ ის გახსოვს? ბახსოს არ მოყვე, არაფერი არ მოყვე, ბახსოს არ არის საჭირო. აი, წავა. და ისა ორდენისთვის მადლობა. რა ორდენისთვის? ბაბუა შენის ორდენისთვის. რა ბაბუა ჩემის ორდენისთვის ვერ ხვდები? ოტე ბაბუას ორდენისთვის რა. ხო და რა ბაბუას ორდენი რა მოგეცი მე შენ გაჩუქე თუ? კი არ მაჩუქე, გადმომეცი. მოიცა რა კოტე ბაბუას ორდენი როგორ გადავადნეთ უკვე. გადავადნე? აუ, ლაშა, არ ვიცი რა ლაშა, ძალიან ცუდად, ისე ცუდად ვარო. ბარიდან სახლამდე გზაც კი არ მახსოვს ლაშა. ხო, არც მე არ მახსოვს ბარიდან სახლამდე, მაგრამ მე მახსოვს რომ სადგურიდან სახლამდე მახსოვს. სადგურიდან სადგური. რა გვინდა სადგურში? მე რა ვიცი სადგურში რა. არც მე არ ვიცი სადგურში რა გვინდა. ხო, რა ვიცი. აი ერთი. ხონოდარ. სადა ხარ? ხო, საჩუქრები მოგაკ? ხო, კარგი. კარგი ხო გელოდები. კარგი. ნოდარი იყო? ხო, საჩუქრები მამიასთან ავარო ხარა გაულშიო და იქიდან უნდა წამოვიღო საჩუქრებიო, ნოდარმა დარეკო. ხო. გუგა. ბოდიში რანუცა კაც რო ვერ გიღებდი სადარბავს კარი ვერ ვიპოვე სად იყო და შენ აქ რა გინდა? აუ რა ვიცი გუში ლაშა მომიყვანა შედი გუგამ თვალი ხარ დაიძინეო მე გუგა რო არ ხარ? ხო მეც ეგუთხარი ზუსტად რა უთხარი? არ ვარ მეთქი გუგა ტატო ვარ მეთქი ხო ვიციო შენო ხან გუგა ხარო ხან ტატო ხარო ხან მალხაზიო შედი ვინც არ უნდა იყო დაიძინეო და ვისა გუგას ძინავს? არ ვიცი აბაზანაში ხო არ ვარ? არ ვიცი აი მე ცუდად ხო არ ვიცი მივხვდი ეს ის თამაშია ხო ბლიცი ხო კაი რა სახლშია გუგა? ეგ ვიცი გამოვიცანი? რა გამოიცანი? პასუხი არ არის სახში რა ვინ არ არის? სრული პასუხი ესე იგი გუგა არ არის სახში აუ კაი ტატო რა გეხოცები
სად შეიძლება იყოს? არ ვიცი, შემდეგი. გიხვეწები, ერთი წუთი გაიხსენე, ბოლოს ხო ერთად იყავით და არაფერი არ გახსოვს საწავიდან. აუ, ნუცა ისეთი მთვრალი ვიყავი გუშინ, აი, ფრიზელი რო ყოფილიყავი, ხო იცი რომ მე მახსოვრებოდა რა, რა უხნა. კაი, რა გიხოწები, რამე მაინც არ უთქვამს ესეთი რო აუ, ეგ ისეთი მთვრალი იყო, აუ. ეგ ისეთი მთვრალი იყო, სამაგიეროდ გუგამ ყველაზე ცოტა დალია რა. მოიცა, ხ მე რო აქ ვარ. ანუ გამოდის რომ გუგა ჩემთან იქნება სახში? მოიცა. ვისა დაურეკო. აუ, მიდი რა. ალო, ხო მე ვარ. მისმინე გუგა მანდარი? კითხე აბა რა ქვია? ბექა? ვინ ბექა? არა, მე არ ვიცნობ, არა. რა უკრა ტატო ძალიან ნერვიულ. არა, ნუცა რას ნერვიულობ? ეთყობა თვრალი ხო იყო, წავიდა სადღაც. მე შეიძლება წარმოიდგინე მეხსიერება დაკარგა. ანუ საერთოდ აღარაფერი აღარ ახსოვს. თავის სახელი არ ახსოვს. არც უკან წამოსასვლელი გზა არა, საერთოდ აერია ყველაფერი გონებ, შენი სახელი არ ახსოვს, შენ ვიხარ, ის ამნისტია დაემართა მე მგონი. უკაცრავად. კიდევ რამეს ხომ არ დაამატებთ? დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვეღარ მათე ბიჭო, ვეღარ. კიდევ კარგი, თორე არაფერს მოტანის თავი არ მაქვს. ბატონო პროფესორი. დიახ. მიირთმოთ რამეს. ისი ძალიან ნაბახუსევზე ვარ და ერთი ნაზუქი მომიტანეთ მაგას გამოვიდა. ნაზუქი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ თუ დაელოდებით გამოვაცხობ ერთ საათში იქნება. არა, იყოს მაშინ მოხარშული კვახი მომიტანეთ უშაქრად. კარგი. ესე ახალი ადგილი არიჩიეთ, ბატონო პროფესორი? არ ხომ გითხარით, თუდად ვარ თქო, ვერ მივედი იქამდე. ხო, რა იყო, რა სახეები გაქვთ? აუ, გაიგეთ, ხო, გუგა რო დაიკარგა და რა ვიყო. აუ, მადლობა ხალხო, ესე რო განიცდით. მოიცა, ვაშა, გუგა შენ არა იყვანე სახლში? კი. კი, ხო შენ კი გეგონა რომ აიყვანე, მაგრამ ტატო აიყვანე გუგას სახლში. ანუ ნასვამი რო იყავი, ეთყობა ტატო გეგონა. ნუცა მომძვრა ყური გეხოცები, გაჩერდია გეხოცები. ნუცა მომისმინე უკან პროფესორი ხოზის არ მიმახედო რა. კი, ზის, კი. ხო და მიდი მაგას კითხე, მაგასაც მაგან ყველაფერი იცი, მაგასაც უდნევ. მიდი რაღაცებს გეტყვის. ჰაი, მოში რაღაცებს გეტყვის. ხო და შენ გუძა იმას რაღაცებს, ყველაფერი იცი. ხო, მადლობა. არაფერს, კარგი. აი, მოიცადე, აბა ეს როგორ ეხლა თუ მე ტატო ავიყვანე გუგას დაცვათ, აბა გუგას სადღაც ავიყვანე. გუგა წავიყვანე ტატოს არ ვიცი, მე ვერ მივხვდი რა, მოიცა, ვაშა, შენ ვერ მივხვდი კი არა, მე ვერ მივხვდი. თუ ტატო შენ წაიყვანე, ესე იგი აქ არ იყო ტატო და აბა მე ვისვეუბნებოდი რა სიმპათიურად გამოიყურები. სიმპათიურიო? უი. აი მე გეხვეწები პატარა უის ნუიძახი თორე აი თავი ისედაც უი და შენი უი კიდე უი. კარგი, წავედი, მე ჩემებთან უნდა წავიდე, უნდა მივულოცო. ხო, მივულოცეთ ეკლა. შენებთან უნდა წახვიდე, მოჭ ასე ცუდად ხარ? არა, ვაშა, ხო, ნუ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მშობლები არიან მაინც და. ხო. არა, კი ძალიან კარგს იზავ. მივულოცე რომ მიხვალ და ესე უთხარი გილოცავთ ახალ 2012 წელს, გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მრავლას დაესწარითო და თან უთხარი რომ ეს წელი ყოფილიყოსო ერისთავების და ფერაძეების დანათესავების წელიო, ეგრე უთხარი, ხო? კარგი, კარგი, წავედი. მოიცა, გაგაცილებთ ეკლა, გაგაცილებთ. ბატა, ხო არ დავავიწყდა მამა ჩემთან რომ ავდივარ. ისა, ტაქსამდე. მანქანით მივდივარ. კარებამდე. ცუდად ხარ ბატა, შენ ცუდად. დავჯდე? ხო, დაჯე. კარგი. წავედი აბა. კარგად ეკლა, კარგად. უი. ვაიმე, ბატა, ხო გითხარი აღარ თქვა ეს უი მეთქი. ნუ ამბობ ამ უის თორე არ ვიცი რას ვიხარ. რას იზავთ? რა ვიცი, მე ისე თუნდაც დავარ, ვერც ვერაფერს ვერ ვისავ. ბატონო პროფესორი. აი თქვენი გაგრა. დიდი მადლობა. მიირთით. დიახ, და რა ვქნა ბატონო პროფესორი, გეხვეწებით, დამეხმარეთ რა. აი ამ კვახს შევჭამ და თუ მიშველა დაგეხმარები აუცილებლად. კარგით, დაგიცდით ხო მაშინ. დიახ, გემრიელად მიირთით. დიდი მადლობა.
არა რა. იმ ლუდმაც არ მიშველა. ნიკა გეხვეწები მიდი რა მაცივიდან ლუდი გამომიტანე. ტელევიზორს უყურებ, შენ თვითონ მოიტანე. ნიკა ცუდათა ვარ და მომიტანე ლუდი რა. ვერა, ვიზა ჩემი ცუდათაა და მარტო ვერ დავტოვე. ოხმე. ლაშა, უნდა მიშველო. თეკლა ჯერ შენ უნდა მიშველო. მიდი მაცივიდან ლუდი გამომიტანე და მე მეგიშველ. ისა, ლაშა, მანქანა დავამტური. რა? ვაიმე თავი. მოიცადე მე უკითხო. როგორ დაამტვრე? რა ვიცი, შემიბრალი არ იყო. თქვენს რომ წითელზე გაიარეო. თუ წითელზე გაიარეს, ეგ შენი ბრალი ყოფილა. კარგი, ლაშა, კარგი რა, ისედაც ესეთი გადატვირთული აგზები, ხან იქით უნდა იყურო, ხან აქეთ, ხან უკრიდან გისიგნალებენი, გვერდიდან მოგადგება ვიღაცა და თან ისედაც ესეთი დაძაბული ხარ და თურმე ან წითელსაც მე უნდა ვუყურო კიდე. სკოლაში რომ მივდივართ, მე უყურებ ხოლმე. რა? სკოლაში რომ მივდივართ, მე უყურებ ხოლმე. აჰა. მე რაღა მე უკნიდან დავეჯახე მანქანა შუქნიშანზე. შუქნიშანზე უკრიან დაეჯახე მანქანას? რაო მე პატრონი? არ ვიცი, პატრონი არ იყო, ის მძღოლი იყო და პატრონი ვიღაც თანამდებობის პირიაო. ხო და მოკლედ ჩავაწერინე მისამართი და საღამოს ამოვა სახლში. ვინ ის თანამდებობის პირი? ხო, ლაშა, ხო რა და გემართა შსს თანამშრომელიაო და ამოვა. აუ ქაგიარა თავის ტკივილმა? თავის ტკივილმა კი გამიარა, მაგრამ გული მტკივა ახლა. ნუ არა უშავს თეკლე ხა, რას ვიზავთ? რაც არის მოვა ახლა ის ადამიანი დაველაპარაკებით ის შესს მოსას და მოვა დაველაპარაკებით ჩვენი დანაშაული და ჩვენ ავანაზღაურებთ ამ ზარალს. ნუ ნერვიულო. აი ბაში. მოვიდა? მიდი ნიკა გაახლა. აბა ბავშვი ეხლა მე თქვენ სახში წელს პირველად ვარ და 100 წილა დამიწერდი გილოცა და ეს წელი ყოფილიყოს სიხარული სიკეთის მოვდანი ყოფილიყოს ბედნიერების ჯანმრთელობის რა ვიცი ყველაფრის კარგის და ესე წილა დამიბერდი და დაწყვილების წილი ყოფილიყოს და რა ვიცი ყველაფრის კარგის აბა როგორ ხართ? ხალხო ლაშა მე ცოტა რა ვიცი გამოკეთდი მე მგონდა შენ როგორ ხარ? მე ვერა. რა ხჭით რა ხდება? რა სახეები გაქვთ რა არის? თეკლა მანქანა დაამბრია. ვაიმე თეკლა რას ლაპარაკო? ბოდია თეკლა. ვაიმე თეკლა ნერვიული კარგი თეკლა არ ნერვიული გეხოცები ყველაფერი კარგად იქნება. თეკლა რამგი არ ნერვიული კარგი ხო არ ნერვიული ხო კარგი თეკლა ხო კარგი ეხლა რა ხდება მე ხა ბავშვი კარგი დაწყნარდი დამშვიდი რა ხდება და ველოდებით ადამიანს უნდა მოვიდეს პატრონს რა იმ მანქანას და უნდა დაველაპარაკო ხო აჰა ნიკა მიდი უპასუხე ტელეფონს აუ ნიკა კარები გააღე ნიკა ტელეფონს უპასუხე აღარ მინდა რა ეს ახალი წელი მეტა რომ ვეჯახებოდი რა აზე ვფიქრობდი ეთყობა ჩემზე ფიქრობდი თეკლა ხო და ჩემზე ოცნებამ გაგიტაცა და დაეჯახე მანქანას უკრიდან ალბათ ხო შენზე ოცნებამ გაიტაცა და უკრიდან დაეჯახა მანქანას ხო რა ვიცი ხო და ბატა თუ შენზე ვფიქრობდი ესე იგი შენი ბრალია და შენ რომ მოვა ის შესს თანამშრომელი დაელაპარაკები შენ რა ეხლა მე დაველაპარაკები ხო რატო არ დაველაპარაკები აბა რას ვიზავ დაველაპარაკები მაგრამ ის რა ქვია ლაშა მომისმინე ის რომ მოვა რა ქვია ლაპარაკს რო დავიწყებ თავარ რაღაცეებზე შენ ელაპარაკე გაიგე აი ეს ექიმი კაცი ხარ არ შეგეშლება მე ჩვენს გვერდით ვიქნები არ მერე კარგი დაველაპარაკები აბა რას ვიზავ რა ვიცი ვინ იყო ნიკა ნოდარმადარიკა ხარაგაულიდან ო თეკლა ხო კარგად არისო მანქანა ძალიან დაიმტრაო მერე რაღა თანამდებობის პირის მანქანას დაეჯახაო და მანქანაში აირბაგები თუ არ გახსნილაო მამიას ბიჭი რაული იყიდისო ისე გეკითხა ნოდარისთვის რომ მოვა ის შშს თანამშრომელი იჩხუბებს თუ არა თქო ეს ეწოდინებოდა მაგას მიდი ახლა შენ გამოიცვალე მამა შენ უნდა მოვიდეს და წაგიყვანოს ახალ წელს ერთად ვიყოთო მე და ბებიასთან ერთად მიდი არ გამოუცნდა მე ბებია შენ დაგერეკავს და გეჩხუბება რატო არ გამოუცვალეო ნუ მაიმუნო ახლა მიდი და გამოიცვალე
რა ვქნა ახლა რა გავაკეთო? რა უნდა ქნა და უნდა დაიმალოთ ეკლა. სად? გეტყვი ახლა ის არაფერი. გვარი უნდა გადაიკეთო, გვარი და უნდა დაიმალო და ვერავინ ვერ გიპოვის საერთოდ, აბა სხვა გვარით როგორ გიპოვნიან, ხო? რა გვარი უნდა გადავიკეთო? როგორ და შენ ხო ახლა ერისთავი ხარ, არა? ხო და უნდა გახდე ფერაძე. ხო. უნდა გახდე ფერაძე. მე თანახმაო რომ ფერაძეზე გადმოხვიდე და საერთოდ წამოდე და ჩემთან დაიმალე სახში, ხო? იქ იყავი ჩემთან სახში იცხოვრე, იქ დაიმალე ვინ გიპოვის ფერაძე იქნება, აბა ეკლა ფერაძე და სახლა კი არ გახვიდე ხოლმე საერთოდ. სულ სახში იჯექი, დიდი აი პურზე ჩახვიდე ხოლმე მარტო მაღაზიაში. მეტი არა. რა ვიცი, ხო. მომიჩვენება და შენთან რო დაიმალოს, თეკლა, ხო, შენ გამოდიხარ თანამზრახველი და დაგიჭერე. რას მელაპარაკები ხარ? რას ქვია გამოდივარ თანამზრახველი? როგორ გამოდივარ თანამზრახველი? მე გამოდივარ როგორც მეზობელი, ისე გამოდივარ ხოლმე. რა თქვა, როგორ გამოდივარ? ხო, როგორც მეზობელი ესე გამოდივარ. და ჯერ ესეთი მე რატო უნდა დამიჭიროთ? არაფერი არ დამიშავებია, არაფერი არ გამიფუჭებია, კანონი მე არ დამივღებია ცხოვრებაში და ცუდი არაფერი არ გამიკეთებია და რა ვიცი, ესე ცხოვრობ ჩემთვის პატიოსთან და წნარად და რა ქვია თუ რაღაცაა და იმას ვერ გაუმარჯოს ამ თაურობას, ხო და რა ვიცი აქამდე ესე ყვიროდი და თუ საჭიროა რა ვიცი, თუ საჭირო გახდა კიდევ ვიყვირებ გაუმარჯოს ამ თავრობას. მარჭით? ანუ შეიძლება ხარ ვკითხოთ? ძალიან. ხო და ძალიან მითხოთ რა მარცხლა არ ვიცი რა ვქნა და დამეხმარეთ. ისიც რომ ჯერ კიდევ ცუდად ვარ და აი ჩემ ადგილამდე რომ მივარ, ესე იგი უკვე კარგად ვარ და მე დაგეხმარები. და მალე მიხავთ. ჩემი მოძრაობის დღევანდელ საშუალო სიჩქარეს თუ გავითვალისწინებთ, სადღაც ხვალ დილის 9:30-ისთვის უნდა მივიდე. თუმცა წარმოგიდგენია ვერსად ვერ ვნახე, სახშიც ვიყავი თავისთან და არ დამხვდა. და იცი და ხო იყავი მათ დილით. მეც არა თქვი საიდან მეცნობოდა იქაურო. ხო, მეც მაგას ვამბობ, მთელი დღეა ვიძებ და ვერსად ვერ ვიპოვე. მე თქვენზე ვქრეს. არა, ჩემზე ნუ ნერვიულობ, მე კარგად. რატონა პროფესორო? აი თქვენი ჭადი. დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვით. მადლობა. ამანას თუ არ მიშველა და ესე იგი მართლა ცუდად. პროფესორი, მე გეტყვი ერთ კარგ რჩევას. ცოტა უდიდალია, მე წაუძინე და კარგად გახდები. ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე ის. ალბათ მართლა ცუდად. ნუცა, შეხედე გუგამ პოლიციელი მოიყვანა. დამშვიდით. აი, გეხოცები არ ინერვიულო რა, მე დაგელოდები. დამშვიდით არ დაგვიკავებია. უბრალოდ დავაკავეთ, მაგრამ მალევე გავანთავისუფლებ. აი, ანუ გათავისუფლებულია ხა? დიახ. აი, გოგა, ხო გითხარი დაგელოდებით ხა? სერჟანტო, რა მაინტერესებს ახლა? ეს თამაშია რამე? ანუ რო ვიცოდი. გეტყვით. ხო, მითხავე გეტყვით. ხო. მოგლეთ რა მოხდა? დილი დაგვირეკეს? აბა დაგირეკეს დილით, ხო. დიახ, დილი დაგვირეკეს. დილით დაგირეკეს, ხო, აბა. დილი დაგვირეკეს, ვიღაც წითელი ოპელის სარკეს იპარავს. წითელის. ადგილზე რომ მივედით, გაირკვა რომ კი არ იპარავდა. ხო. პირიქით სარკესთან ჩახუტებულს ეძინა. ხტები რა? დავლიე და მუზა მომივიდა ეგრევე, მუზა. ესე იგი, რატომ მოვედით? ოქმში, ოქმი ხომ უნდა შევავსო? ხო, ოქმი უნდა შევავსო. სახელი ხომ უნდა ჩავწერო რა? ლეიტენანტი კაცი ხართ და თვითონ ამბობს სოსომქვიაო. ეზოში რომ შემოვედით ვიღაცა მალხაზი დაუძახა. თქვენ გუგას ეძახით. გამაგებიეთ რა ჩავწერო სახელი. შევავსებ და წავალ. კარგით? არა, გუგა ქვია, მე ტატო ვარ, მარტო ტატო, ანუ. ესე იგი გუგა, ხო? დიახ, გუგა. შევტახდით. დიახ, გუგა ქვია. ძალიან კარგი, ძალიან. აი, ძალიან გულკეთილი პოლიციელი ბრძანდებით. გენერალია და ბატონო გენერალო, ესე ჩემი გათავისუფლების დღე ხო არ აღვენიშნა. არა, ეგ საათზე პოსტი უნდა გადავაბარო, მანამდე დალევა კი სასტიკად მეკძალება. მოგასწროთ, ისე 8:30 უკვე და შეგიძლიათ თამამად შეუბეროთ. ჩემთან ერთად. 8:30? დიახ.
თუ შეიძლება ბუდი მოგვითანეთ. რა მაგარია პირველად სულ პოლკოვნიკთან ერთად. ძალიან მაგარი კაცი ხარ სერჟანტო, ძალიან მაგარი. ეს პირველად არა, ახლა უკეთავა რა, მიშველა იმ ლუდმა, მიშველა, კი. აი ლაშა ძალიან ნერვიულობ რა, რატო არ მოდის აქამდე ის კაცი? ძალიან კარგი თუ არ მოდის თეკლა, რატო ნერვიულობ, ვერ გავიგე რა. ახალი წელია ეთყობა დათვრა და დალია და საერთოდ აღარ ახსოვს ის დამტრეული მანქანა. რაგან ნერვიულებს ვერ გავიგე, მე საერთოდ არ ნერვიულობ. აი, მოვიდა? არ ვიცი, ლაშა შენ გააღერა. მე გავაღე. ხო. ახლა შენ არ ნერვიულობ თეკლა. არ ნერვიულო, ნუ გეშინია. მე საერთოდ არ ნერვიულობ თეკლა, რაგან ნერვიულებს ვერ გავიგე. შემოდი პა. აბა, რა ხდება ლაშა? თეკლა. რა ხდება, არ მოსულა ის კაცი? არ მოსულა, ხო? ძალიან კარგი, თეკლა შენ არ ნერვიულო. მე ყველაფერი მოვიფიქრე, როგორ უნდა მოვიქცეთ. მოკლედ, ჩემ თავზე ვიღებ დანაშაულს თეკლა. ხო. მე ვიტყვი რომ ვითომ მე ნასვამი ვიჯექი საჭესთან და მე დავეჯახე იმ მანქანას. აჰა, ნასვამი იჯექი საჭესთან. მე რო დაგიჭერენ? ვერ დამიჭერენ. დიახაც ვერ დამიჭერენ. აი ამას ხო ხედავ. აი ამით აი მივიბავ თავს სადმე. და რანაირად წამიყვანენ, ვერანაირად ვერ დამიჭერენ და ვიქნები აქ აი ეს ბიბული ვიქნები აქ სადმე, ხო? პატარა არის ეს რა, საიდან მიიწევს? ეს ხელბორკილებია ის გუგას ავდა ვიღაც პოლიციასთან ერთად ბარში გაიგე და ეთყობა დათხოვნენ და იმან აჩუქა და ავიღე და წამოვიღე მე რა ვიცი, არც მიკითხია და აი ამით მართლა დაიჭერენ რა. კარგი დაწნარდი ლაშა, დაწნარდი მეთქი გეუნდები. აი ამით მივიბავ ესე აი ეგ თავს მე. ბავშვი სად არის? ბავშვი რა ხდება? კაცო რა სიჩუმეა რაღაცა. სად არის და მამამისი მოვიდა და წაიყვანა და უთხრა რომ ნუ დღეს ახალი წელია და ჩემთან და ბებიასთან იყავიო. მოიცა ესე იგი ის არ იქნება, რა ქვია, ქალბატონი ლილი არ იქნება, ქალბატონი ლილი. ძალიან კარგი. ვაი ლაშა. მოვიდა მე მგონი. მოვიდა. მოვიდა. თეკლა. მიდი ლაშა გააღე, კარი თეკლა დაგტოვე, მამაკაცები დაგტოვე მარტო მიდი. ხო, თქვენ დაილაპარაკეთ რა. მიდი ლაშა მზად ვარ მე, მიდი. ლაშა, ან შემომიშვი, ან დახურე ეს კარი რო აქანავე პაკეტიკით გავცივდი, კაცო, გავცივდი. ირაკ, ლაშა, ირაკ. მოვედი, მოგილოცო, რა ხდება? როგორ ახარ? ინა, მოდი, როგორ გამიხარდა, როგორ ახე, გამიხარდა, ხო? გაგიხარდა, მოიჩერწვდი. მიდი ჩაეხუტე, მიდი. ირა ისა, მე დაბმული ვარ, ვერ მოდივარ, შემოდი, მოდი ჩა, დაბმული ვარ, მოდი, ჩაგეხუტა. როგორ ახარ, ირა, როგორ გამიხარდა? აი, დაბმული ვარ. აი ეს მოგიტანი, ნახე. დიდი მადლობა. გამორთ მოგიხდება შენ, მიდი. აჰა, გილოცავ ახალწელს, გილოცავ. ნახე, დაბმული ხარ. ლაშა. არცი. ეხა ეს რო ოდესღაც დასაბმელი გახდებოდა, მე ეს ვიცოდი. მაგრამ ასე უცებ თუ მოხდებოდა მეზე. ირა. გახველებს ირა? არა კაცო რა მახველებს, ახალ სიცილს ვამუღამე. მომეს და ეს ბოზოზო ბუჰე რაღაცა გავიზარდე, ცოტა მომემატა ჭკუა რაღაცა სერიოზული კაცი გავხდე. მომეს ერთი რატო ყავდეს დამბული რა ვერ არის, ხო სულ არის. მე მოგიწევია, მოდი ერთი რა, მოდი. რა ხდება შენები გულერია ბავშვები დაშვებიან? ვიცი, კარგად არიან, კარგად, შენ კითხულობენ, ვისი სახლი არ დაუნგრევიათო. შეიძლება სად დაიკარგაო რა არის, როგორ არისო? ვა, ნერსევნა. მოიცა, ირა. ხო. მოგახალწევთ
გილოცავთ ყველას. მოიცადე ირაკლი ესა. შენ საიდან იცნობ თეკლა? ვის კაცო? თეკლა. ვის თეკლას კაცო? ნერსევნას? ნერსევნას საიდან ვიცნობ მე თეკლას? მამამისი ნერსე ერისთავი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, კაცო. ბავშვობიდან მეგობრობთ, არა მართალია ახლა ოსასუნას გულშემატკივრობს და ნერვებს მიშლის ხოლმე ზოგჯერ. მაგრამ სველი რაღაცა დაასხავ დავდიოდი ამათან გასო კეიფობდი ჩვენ იმ სადღეგრძელოებს ამბობდა იმისთანაც რას ლაპარაკობ ჩემი ნერსე გასო ჩემი ნერსენა გადაწვალეთ და ხოლმე რა მოდი აი მე ლაშა ერთხელ იცი მამა ჩემს რა უთხრა დაანებე ამ გოგოს თავიო რა თავადიო ვისაც უნდა იმას გაყვესო აბარა ირაკლი არის მაგარი კაცი ხოდონები ყოჩაღი ირაკლი მოდი ცოტა ვეფტები მოდი ახლა ყოჩაღი ირაკლი აბარა თეკლა აბარა მომისმინე შენ ეგ ყველაფერი უთხარი ნერსეს? ნერსეს? რა იყო რა ნერსე რა ვერ გავიგე რა ნერსე თქვენ მოიცადე ახლა მე რა ნერსე რა გითხრა? ვინ ნერსე მგაცო? მაგაზე რო მე რო უთხარი რო რა გითხრა მაგაზე? აი როგორ დამთავრდა ერთი გაინტერესებს აბა ის ხანჯალი კიდე გაქვთ თქვენ? ხანჯალი აქცი აუ ირაკლი ეს არიცი ამან ხო შეგვიკლო მოიცა კაცო ეს აქ გადმოვიდა ეს საცხოვრობდა იცი გოგი ჩემი გოგი ხო იცი გოგის მეზობელი იყო ზუსტად აი ესე კედელსიქით ცხოვრობდა რა ასე აგიჟებდა ეს მას გოგის წოლს და კიდე ხათუნა გოგის გოგო ხათუნა გასულ ჩვენდარიც მოახალწელს ო აი მას აგიჟებდა ასე მიყურე ახლა ამაზე სალაპარაკოთ მოვედი მე და ამის მოსასმენად გასო მოვედი რაღაცა გაშალე დატრიალდი შეიძლება ცოტა მიდი ო მიდი რაღაცა დავალევინა მიდი დატრიალდი მიდი ნუ მიდი კაცო მიდი მოდი მეც როგორ გამიხარდა ეხლა ყველაფერი იქნება როგორ მომენატრე იცი შენთან კეიფი ხო უბრალოდ აი ეს აი მაშა რა არაფერი არ გვაქვს და რანაირად რა არაფერი არ გვაქვს საერთოდ ლილი არაფერი არ გააკეთა და მე ხო იცი შევწხვევით და ესა ჰა აბა დატრიალდი თეკლა ეხლა მიდი დატრიალდი აბა შეგინაცვალე მიდი ეხლა აბა გოჭი გამოალაგე ხათამი ბაცივარში ნამცხრებია გამოალაგე შეგაიხარე რა ხო ღვინო თეთრი გინდა წითელი გინდა შავი გინდა ირაკლი რომელიც შეგაცვალე ორივე მინდა არიცულები შელაშა რა შეგინაცვალე აბა ჰე მიდი ეხლა რას აკეთებ ლაშა რა გჭირს რას ვაკეთებ დრო გამყავს დრო მიდი ეხლა ჰე მიდი დატრიალდი აბა თეკლა დატრიალდი აჩხარუნე ახარაგუნე ვითომ რაღაცა ეხლა აკეთებ ეს ვითომ მიდი აჩხარუნე ახარაგუნე აწყავ პეტო შენთან საქმე მაქვს მე ძალიან ხო ვარსად არ წახვიდი აქ იყავი რა ატო ჩემ ბორკილები საწავი მოდი ერთი წუთი მოდი აქ ვა ირაკლი ვა გუგა გილოცა რავალ და ეს არის როგორ ხარ არა მოიცა რა შენ იცნობ ირაკლის ხო თქვენ არა არა ჩვენ არა საიდან აბა საერთოდ არ ვუსტობ ჩვენ საიდან ვუსტობ საიდან აბა იცნობ გუგაში ვისა ჩემ გუგუნას ხო გუგუნას ჩემ გუგუნას რა ვთქვი არ ვუსტობ უთხარი გუგუნას ირაკლი არ იცი შენ კაცო ირაკლის სიდედრი და დეიდა ჩემი მარგო არიან ალალი ბიძაშვილები დეიდა მისი მარგო და ჩემი შალოვნა გასულ ლაპარაკობ აი ასე არის მეგობრები აუ არ ვიცოდი იცი რა თამადა კარგი კაცო რას ლაპარაკობ ირაკლი არ ვიცოდი მიდი ერთი რა მამისინე შენ იმას კიდე წერ ავჭალელ ვაჟას ეხა უკვე დიდუბელ სოსოსზე უკვე დიდუბელ სოსოსზე რასერჩი ამბიჯ ნელ-ნელა ცენტრისკენ მოდის მიყურე ახლა სინდიოფალასავით მიყურე რისთვის მოვედი მე აქ დიდუბელი სოსოსთვის მოვედი გაშალე წითელიო თეთრიო რაღაცაო მიდი კაცო აბა დატრიალდი თეკლა აცხარებული რა მოგივიდა მოიხსენი მე დაწყენი და დავშე დავიცნი ხო და შენ კიდე მომეცი გასაღები დავიტანე გავარ რამდენი ხანი მომეცი გასაღები რა გასაღები გასაღები გუგა ბორკილების გასაღები რომ მოვიხსნა ესე ხო არ ვიცი გასაღები კი არ უჩუქებია იმას რას ქვია გასაღები ვაიმე გამაგიჟებს აბა ესე ვიდგე გუგა ეხლა გასაღები არ გაქამს ვაიმე ხალხო მიყურე ახლა სინდიოფალასა მოდი მომეხმარე ისთვის მოვედი მე ისთვის მოვედი საკეიფოთ არ მოვედი ახალი წელია გილოცავ გამოიღე რაღაცა დატრიალდი მიდი მე თეკლას უთხარ და ახლა ზევიტრიალებ ჩამოვქვევით იტრიალებს გადაგემ არგია მე მოიცადე ვისაუბროთ ჯერ ვისაუბროთ შენ არიცი რა ბუხარი გავაკეთე რა ბუხარი ოდია განა მოდი ნახე რა ბუხარი შენ რა ბუხარი აჰა ნახე რა ბუხარია დიდი მადლობა მოიცა
მოიცა. რა? შენ არიცი რა გაწოვა აქ? გამოდი გარეთ განახო. მოიცა. მილებში საქმე გილოცავთ. გილოცავთ. აბა მიხდი ახლა და ჩამომართო ეს ჩანთები. აუ ესა. კი, რა თქმა უნდა. კი, ხო. ლაშა ბიზია, რა მაგარი საჭმელები მოიტანეთ, იცი მე და ლიბებია. გუჭის ხორციცა. საჭმელი. ვაი, საჭმელი გუგა, რა შემომიგეთ ახლა? მიდი შემოატანე ადამიანს, საჭმელები მოუტანე და დედა რა გაიგე. გამარჯობა. ისა მაპატიე ქალბატონ ლილი ვერ გეხმარებით მე აი დაბმული ვარ აქ და რა უნდა დაგაბეს? აი პირიც რო ამოეკერათ რა კარგი. ლაშა. ლილი დეიდა. ლაშა, ნახე ვინ უნახი აივანზე. აივანზე მე ნახე გატოვას ნახულობდი იმის მუხლი. ნახა. ხო, მომისმინე ირაკლი. ის რა ქვია? შეს ქალბატონ ლილი საიდან გაიცნო? ფეხბურთი გაზამრია. ჩემ ლილი დეიდას. შენი ჩამოდი ლილი დეიდა. ჩემ ლილი დეიდას საიდან ვიცნობ მე? ო, რავი აბა. დედა ჩემი და ლილი დეიდა უხსოვარი დროიდან ერთად მუშაობენ. ფოტოშოპ ტეტრის თამაშობს, მაგრამ არა ჩვეულებრივი ქალბატონი ამის ხელში ვარ გაზდილი. რას ლაპარაკობ? ამის ხელში ვარ გაზდილი. საყვარელი ადამიანი, ამაზე საყვარელი ქალი მე მსოფლიოში არ მივიდა. აბარა. კი ბატონო. ნიკა თეკლას დაუძახე. გუგა მომეხმარე. მე რა გავაკეთო? არაფერი, გენაცვალე. იჯექი შენ ეხლავე ყველაფერს გავაკეთე. მე კარებს გავახებ, კარებს. ეს რა კაცი მესტია. ვა, ნოდარ, შემოდი. არა, გენაცვალე, ვერ შემოვალ. ეხლა ჩამოვედი ხარაგაულიდან, მამიამ ღვინო გამოგიგზავნა შენ ეს რა კაცი, არა ჩვეულებრივი, რა მასპინძელი, რა პიროვნება, მაგრამ დიდი ბოდიში შემოგითვალა, მეც ვერ გიგზავნიო, 5 ლიტრაა და ქოდებს, შვიდობაში მოგახმაროს. ჩემთვისაც ციცე გადასახვევი არაფერი გამოუტანები. ხო, მოიცადე. მოდი ნახე რა კაცი განახო. მოდი. დედა. მოდი. შენ გენაცვალე, გადი 200 ლიტრიანი დამჭა, გარეთ იმისთან დაგაცი დაგფედრება დასხედით, გეხვეწოთ კაცო, გეხვეწოთ. კაი რა ბებო, დამაცადე ერთი წუთი. კაი ეს ბოლო იყო. კაი. მოკლედ, ესე იგი, ნუცა ძალიან გთხოვ რა. ნუციკო არ დაგავიწყდეს არავითარ შემთხვევაში დიდი მოკითხვა ჩემგან გადაეცი დემური ბიძიას. ხო? აუცილებლად მომიკითხე ჩემი დემური. ბატონო პროფესორო, რამდენი ხანი არ მინახე ხარ რა? რა ხდება თქვენსკენ ახლა? რავი, ისეთი არაფერი რა. სიმართლე გითხრა, რაც შენ წამოხვედი იქიდან. მეც აღარ მისულა იმ რენტგენის აპარატის შესაკეთებლად იმ კლინიკაში. მუშაობ შვენივრად, რას უკეთებდი ესე ამისთანაც რომ ყოველ კვირა გასაკეთებელი ხდებოდა. ბატონო ირაკლი, რამდენს მიყვებოდა ხოლმე იცით ლაშა თქვენ მეზობლებზე? ხო და ის იყო ძალიან სასაცილო. ერთი კაცი არის, აი ძალიან ბერსოსო. ძალიან მაგათან რაღაცნაირად ისე იცინისო, გახსოვს ლაშა? და ყველაზე სასაცილო რა მითხრათ იცით? დღე და ღამე მთვრალია. ისა ორი ტყუპი გოგო არ ყავს? ისა იმაზე მეუბნები მე ჯემალიზე კი იქ რო არის დედაჩემთან მეზობლად რო ცხოვრობ და იმ მეზობლებზე უყვებოდი ნუცას ხო ბავშვი არ გესმის რო გეძახი მიდი შვილო მიუტანე რაღაცა გაძიძგნოს მაგუბედო წაუღე შვილო ადამიანია ეგეც რა წაუღე რა აუ ბავშვი არ მინდა ეს ნამსხვარი კაცო ან მიდი გოჭის ხორცი მომიტანე ან რა ვიცი ან იქით გადამაბით ან რაღაცა გავაკეთე რაღაც შეგიძლია კაცო მოკლედ გვიანია უკვე რა ძალიან დაგვიანდა ჩემები მარტო არიან ხო და უნდა გავიქცემე მაგრამ არა მოიც შეშემოგავლე სანამ გავიქცევი ლაშა ერთ სადგეგრძელოს გეტყვით აბა მოდით ყველა აქ მოდით შენ იყავი მანდ იყავი არ შეწუხდე მოვდანით ერთ სადგეგრძელოს მოგახსენებ და გავიქცევი ხო მაინც ახალი წელია ძალიან მომენატრეთ ყველა გამიხარდა რომ ყველა გნახეთ უძველეს და მშვენიერ ქალაქ ფამაგუსტაში ორი მე-6 კლასელი გოგო ცხოვრობდა. კრისტინა და მონიკა. ხო.
კრისტინა ხაზვაში იყო ძლიერი. ხო, მონიკამ ინგლისური იცოდა. ინგლისური. და ასე ერთად სწავლობდნენ, ასე და ერთად იყვნენ. მერვე კლასელები სანამ არ გახდნენ, ასე დადიოდნენ ერთად, გაუვლიდა მონიკა კრისტინას, ხო, ჩაკიდებდნენ ასე ხელს ერთმანეთს და მიდიოდნენ შემდეგ სკოლაში. გავიდა დრო. ერთშელიერ დღეს მივიდა ეს მონიკა, წავიდა კრისტინას უნდა გაუვარო და უცებ თურქი ჯარისკაცები გადაუდგნენ წინ და სად მიდიხარო? იქით უკვე, აბა, იქით უკვე ის არისო, ჩრდილოეთ კვიპროსიაო. რა არისო? ჩრდილოეთ კვიპროსი. უთხრა კი, კიდე ერთხელ დაუდასტურა, არ ეძარებოდა ლაპარაკი. მიუგო ხო, უნდა იცოდეს ახლა მონიკას არ მიწოდა. ხო და ვერ გაგიშვებთო. დაღონდა მონიკა. ვეღარ ნახულობს ახლა ამ თავის კრისტინას. ხო. ხო, წამოვიდა აქეთ და დაჯდა თავისთან სახში. იჯდა სახში, ხო, ხაზვაში რომელი იყო ძლიერი? კრისტინაო, კრისტინა იყო ძლიერი, ხო, ხაზვაში იყო კრისტინა ძლიერი. ხო, ეს კრისტინა, მონიკა, მაგრამ ორივე თავის სახლთან მოწყენილად ასე ფანჯარასთან ისხდნენ თურმე, ხო? კრისტინა ხო, ნავთობის ჭაბურღილებს ხაზავდა, ასე კლავდა დროს. მონიკა კიდე იჯდა და იმას შექსპირს კითხულობდა თურმე ორიგინალში, ხო? ინგლისური იცოდა ხო, მონიკა. ხო და იყო ასე გადიოდა დღეები და უცებ მიუკაყუნა მტრედმა ფანჯარაზე. ვაიმე. კაის ნიშანია. ხო, კაის ნიშანია ხა მტრედი რომ მოდის ხოლმე, მტრედი ხო იცი შენ როგორი პირველია? მტრედი მოვიდა მიუკაყუნა. რა ფერი იყო, რა ფერი? მტრედის ფერი. კი ხო, მტრედის. ხო და მიუკაყუნა და ეს ამბამ უცებ შექსპირი გადააგდო ორ ვერონელ აზნაურს კითხულობდა იმამე. ხო. გადააგდო უცებ ეს ციგნი და დაინახა რომ მტრედი უკაყუნებს ეს მტრედის ფერი მტრედი და ასე ნისკარტშია წერილი. გაეხარდა ამ ჩვენ მონიკას ხო და გააგობა და გამოიღო ეს წერილი, გახარებულმა წერილიო გამომიგზავნა. გახსნა და არ დაღონდა ბიჭო უცებ, ჰა? რატო და თურმე სხვის წერილი ყოფილა. სხვის წერილი ყოფილა. ეს წერილი ამისთვის არ იყო განკუთვნილი. ეს წერილი თურმე ვიღაცა ვაჭარმა. ხო. მისწერა დეიდამის. რომ ეხა სადღესასწაულოდ ვერ ჩამოვალო და ისო წინა თვეში რომ 20 დრახმა გამოგიგზავნე ის იმყოფინო. ის ეს ვაჭარის გაიტიპი იყო, გასო დეიდას 20 მეხა. კარგი. ესე იგი, სად გავჩერდი? იქ ვაჭარზე გაჩერდი. ვაჭარი ხო, ეს ვაჭარი ამოიგდეთ თავიდან, ხო? მოხდა და ეს იგი მტრედს აერია. და შევთხოვით მოვიდა აი ამ მონიკასთან. სადღეგრძელო არის შემდგომში. ესე იგი, არსი რაში დაგმარებს. არსი სადღეგრძელოსი არის რომ მოდი იმ მეგობრის თვალებს გაუმარჯოს, რომელმაც მტრედს გზაკვალი აუბნია. მეგობრობას გაუმარჯოს. მონიკა, გენაცვალე შენ, წავედი. ოჯახ მამიას. რაგას თამსაშინელებას. დიდი მადლობა. აბამ, გავიქეცი. ირაკლი ისე გამოგიო. მოდიში ვერ გაცილე, მოდი, გენაცვალე შენ, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. იცოცხლე. ის ნერსევნა მამა, მოდი ჩემთან. მოდი. მომისმენთ ეკლა? შენ მამა არაფერზე არ ინერვიულო? ხო, ის მანქანა რო დაამტვრიე, იმაზე არ ინერვიულო? მანქანა რო დაამტვრიე შენ დღეს. ხო გახსოვს იმაზე ხო ნერვიულობ, კაცო? ხო და ჩემმა მძღოლმა მითხრა რომ არც ისე მაგრა ადარტყულიო. ხო და ორივეს მეგავაკეთე. მანქანას მეგავაკეთე, ეს ხდება ჩემი საახალწლო საჩუქარი, იქ ეიფეთ ხვალ დამირეკეთ. მომისმენე, შენ ეს ანუ შენ ახლა შუსუსუ, ხო, მე ვარ სკოლის ყავს და შუშუსუ ყავს და წესერად მოიგეცით. აბა, მიყვარხარ ყველა. ირაკლი. არ ვიცი. აჰა, კარგად იყავით ყველა. არა, მაგარია რა ახალი წელია. ძალიან მაგარია რა.